გამოძიების შეკითხვებს უპასუხა მამუკა ახვლედიანმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ცოტა ხნის წინ დატოვა. მერის ყოფილი მოადგილის დაკითხვა ხვალისთვის გადადეს. ახვლედიანისგან რიყის გასხვისება გამოსყიდვის საქმის დეტალები აინტერესებთ. საუბარია 2006 წელს მომხდარ გარიგებაზე. მაშინ მერიამ რიყეს შეპესე ახალ რიყეზე $7 მილიონ გაასხვისა. 2 წლის შემდეგ კი ტერიტორია $17 მილიონ გამოისყიდა. თან ისე რომ ინვესტორს კონტრაქტით ნაკისრი არც ერთი ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა. ნოდარ ჩაჩუა ჩაგორთვება ახლა საგამოძიებო სამსახურიდან პირდაპირ ეთერში ნოდარ რა თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ შენობიდან გამოსვლის შემდეგ. დიახთამთა ერთი შესწორება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გარდა მამუკა ახვლედიანმა გუშინ შეითავსა თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და იგი ახლა ორ თანამდებობას იკავებს. მან დიახ სულ ცოტა ხნის წინ დატოვა საგამოძიებო უწყება და კომენტარი გააკეთა ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის. როგორც მან აღნიშნა, იგი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, თავად დაკითხვის პროცესი ხვალისთვის გადაიდო. დღეს ყველა კითხვაზე მან პასუხი გაცა და ძირითადად ეხებოდა კითხვები რიყის თემას. მამუკა ახვლედიანის მსგავსად ფიქრობენ მისი მეგობრებიც, რომლებიც აქ საგამოძიებო უწყებასთან იყვნენ შეპრებილები და მამუკა ახვლედიანის დაახლოებით 9 საათიან დაკითხვას ელოდებოდნენ. როგორც ისინი ამბობენ, თავარი მოტივი ამ დაკითხვებისა და გამოძიებების არის პოლიტიკური სარჩული და პროკურატურას და საგამოძიებო უწყებების და ხელისუფლების ახალი ხელისუფლების სურვილია დაიშალოს საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც უმრავლესობა უკავია. მნიშვნელოვანი არის შემდეგი საკითხი, რომ ყველა კითხვას გაეცეს სამომწირავე პასუხი, ყველაფერი იყოს ნათელი საზოგადოებისათვის და მთავარია ის, რომ ჩვენ ფუნქციონირება გავაგრძელოთ, ნორმალური მუშაობა გააგრძელოს თბილისის საკრებულო. არის რაღაც სხვა რიტორიკა, მე არ ვიცი ახლა უბრალოდ გამოძიების ფაქტები, მაგრამ ვფიქრობ თბილისის საკრებულოში ჩვენ გვაქვს უმრავლესობა შენარჩუნებული და არის ყველანაირი რესურსები ცდილობა იმის, რომ უმრავლესობა დაიშალოს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იქიდან გამომდინარე, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა არავინ არასდროს არ გაურბის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა იცოდეს სიმართლე რა მოხდა. დღეს ასევე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმაც მამუკა ახვლედიანის დაკითხვასთან დაკავშირებით გიგი უგულავას პოლიტიკურ სართულს ხედავს ამ დაკითხვებში და აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი სწორედ ნაციონალური მოძრაობაზე ზეწოლაა, როგორც ოპოზიციურ პარტიაზე. თუ ეს ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური ოპონენტები გაანადგუროს არსებულმა ხელისუფლებამ, მაშინ ეს ძალიან უნიჭო მცდელობა. მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს ბოლო 2 თვის განმავლობაში და პროგნოზიც არ არის ახარბიელო. ბიუჯეტის პრობლემები აქვს, ეკონომიკის პრობლემები აქვს, ამიტომ მე ვისურვებდი, რომ მთავრობა უფრო დაკავდეს ამ საკითხით. დღის განმავლობაში დღესვე განცხადება გაავრცელა თავად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმაც, რომელშიც არის მოყვანილი გამოძიების მტკიცებით არის მოყვანილი თამთა სწორედ ის სქემა, რომელიც ჩვენ უკვე აღნიშნეთ და საუბარია 2006 წელს $7 მილიონ გაყიდულ რიყის პარკზე. მაშინ თბილისის მერიამ კერძო კომპანიაზე გაყიდა რიყის პარკის საკმაოდ დიდი ტერიტორია, დაახლოებით 40,000 კვადრატულზე მეტრი, იმ პირობით, რომ კერძო კომპანიას უნდა შეესრულებინა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თუმცა 2 წლის შემდეგ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ამ კომპანიას დაწყებული ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. თბილისის მერიამ ბიუჯეტით ფულით $7 მილიონად გაყიდული ქონება უკან $17 მილიონად გამოისყიდა. ეს არის განცხადება, რომელიც გაავრცელა დღეს საგამოძიებო უწყებამ. როგორც თქვენ უკვე იცით, დაკითხვა მამუკა ახვლედიანისა ხვალ გაგრძელდება, თემა კი ისევ იგივეა, რიყის გასხვისება და რიყის პარკთან დაკავშირებული საკითხები. გმადლობ ნოდარ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა პირდაპირ ეთერში მამუკა ახვლედიანის დაკითხვის საქმეზე.